მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98.5-ზე. ჩვენ მაუწყობილობთ რადიო სივრცის გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან. ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მესამე სეზონს, რომელიც უკავშირდება 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. დღეს მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ნიკუშა ქობულაძე, ანალიტიკოსი, იგივე ნიკუშა მარქსი და მასთან ერთად ვილაპარაკებთ საკითხზე, რასაც ქვია, ეს საპროტესტო მოძრაობებად მონათლული პროცესი საქართველოში, რომელიც პრაქტიკულად 4 ოქტომბერს შეიძლება ითქვა, რომ დასრულდა, მაგრამ გარკვეულწილად ჩვენ მაინც ხედავთ, რომ ციფრულ საქართველოში, ანუ ვირტუალურ რეალობაში ის კვლავინდებულად აგრძელებს არსებობას და ჩვენ ხედავთ, რომ ვინაიდან ჩვენც მედიაში ვლაპარაკობთ ახლა და არა ქუჩაში, არამედ ეს მედია ველი მაინც ცდილობს, რომ ჩაებღაუჭოს ამ ფენომენს. და სწორედ ამაზე ვილაპარაკებთ და გავაანალიზებთ თუ რამნებაა ესა და საერთოდ რა პოლიტიკური პროექტი შეიძლება ეფუძნებოდეს ამ მონაცემს. ჩვენ სათაურად ავირჩიეთ ესეთი რამ ტერმინი, რომელსაც წავაწყდი სოციალურ ქსელში, ერთმა აღარ მახსოვს სახელი, ვინ გამოიყენა, ეს არის მეტაფორა, ერთგვარი საზარბაზნე ხორცის, ეს არის საგამზირე ხორციო, როგორც იყენებენ ამ ადამიანებსო, ის რასაც ჩვენ ხედავთ ყოველდღე რუსთაველზე. ანუ ეს აბსოლუტურად სრულიად უკვე გაცვეთილი ფარსი, რასაც ჩვენ ხედავთ, რომელიც უკვე საერთოდ აღარ ექვემდებარება საღაზრს და მე ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც ვხედავ ალაგ-ალაგ კომენტარებს, ანუ ის ვინც ოპოზიციურად არის განწყობილი, თანდათანობით, ანუ დღეში ერთი ადამიანი მაინც შეიძლება დასახელო, ვინც ხვდება, რომ თუ უნდა ოდნავ მაინც, ანუ რაციონალურ თუ გონიო ადამიანად აღიქმებოდეს, საჭიროა რომ მიხვდეს, ანუ რაღაც დააფიქსიროს, რომ ის რაღაც გადაეც უკვე სრულიად აბსოლუტურ სიგიჟეში, სიშლეგეში, უკვე უშინაარსო, არ ვიცი რა დავარქვა ამას, რაღაც პროცესიაში, რაღაც ვახხანალიაში, თავის აი ანტიკური გაგებით, ხო, რომელსაც უკვე ანუ პროცესისთვის არანაირი შინაარსი, არაფერზე ლაპარაკი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თანდათანობით გაირკვეს, რომ როგორი თქვა, ანალიზი შეიძლება გაუკეთდეს ამას, ანუ რა სახელი შეიძლება დაერქვას, ხო? ამიტომაც რა შინაარს ატარებს ეს ტერმინი საგამზირე ხორცი, რომელიც ძალიან მძიმე და შეიძლება ითქვას შეურაცხყოფელიც არის, მაგრამ ძალიან ზუსტად აღწერს იმას, რაც ხდება, იმიტომ რომ ეს კვეთავს არა პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც იქ წინ დგას, რომელიც ხელოვნურად ძაბავ სიტუაციას ცდილობს, რომ ეს ყველაფერი მოინათლოს რაღაცა ბრძოლად და რომელიც ინსპირირებული არის სხვა წინა საუკუნეების ესეთი მხატვრულ ალუზიებად, ხო? 90-იანი წლები იქნება, თუ მანამდე 20-იანი წლები იქნება მე-20 საუკუნის, თუ მანამდე კიდე ზოგიერთმა ადამიანმა, ну აი ხო უსმენ ხოლმე ვიდეო ამოგივარდება, რომ ეს არის დიდგორი, რომ დიდგორში ქართველები ისე ომობდნენ 3 საათი და ბოლო ნახევარ საათში შემოატრელეს. ანუ ჩვენ ხედავთ აი ამ ინფანტილიზმით, მხატვრული რაღაც ალეგორიებით, აბსოლუტურად შეთხსული რეალობებით ინსპირირებულ ადამიანებს, რომლებიც აი ესე პირდაპირ ეტაკებიან ამ სისტემას და შემდეგ ხდებიან საბედნიეროდ არა ისეთი მსხვერპლი, ესეც კი ერთგვარად შეიძლება ითქვას, რომ ტრაგიზმისგანაც კი დაცლილია. ტრაგიზმს ბადებს მთლიანად ამ სიურეალიზმი, რაც იქ ხდება, რომელსაც უკვე რეალობასთან არ გააჩნია შეხება. იმიტომ რომ იქ იწერება ტექსტები, რომ აი ჩვენ ესე ვიბრძვით საქართველოს ვერ ცდილობენ ზოგი წერილი ხელნაწერი გამოაგზავნონ, თითქოს აი რაღაც მარო მაყაშვილის დღიურები იყოს ან რაღაცა ეგეთი. ხო და იქ ვერ მიდიან უბრალოდ იზოლატორში და აი ამ სცენას შესაბამისად აკლდებიან და ძალიან ცდილობენ, რომ მათ რაღაცნაირად გამოიწვიონ მეტი ბრუტალიზმი. ეს არ ხდება. ანუ ტერმინი საგამზირე ხორცი აღნიშნავს, რომ ერთის მხრივ არსებობს წინა ხაზი და მეორეს მხრივ არსებობს უკანა ხაზი. არსებობენ ადამიანები და ძალები, რომლებიც ამ ყველაფერს აინსპირებენ. მე სხვათაშორის ადრე დავწერე რა, ადრე როცა წინასაარჩევნო კამპანია იყო და მელიქიშვილის გამზირზე შტაბში ვიყავი და იქიდან ვაკვირდებოდი მოვლენებს, მაშინ დავწერე, იმიტომ რომ გადავხედე, ანუ იქ ძალიან ნათლად ჩანს ეს ეშელონები, ვინ არის წინა ხაზზე, ვინ დგას იქ უკან, როგორც ის თქვა, სააკაშვილს რო დავესწრებ, როგორც ფილდ კომანდერი, რომელიც თვითონ ეს არ შეყოფს თავს დიდ ბრძოლაში. და კიდე ის ძალები, რომელიც ჩანს ამ არქიტექტურაში, რომელიც უხილავად არის.
ხშირად ჩვენ ვხედავთ ამ გადაცემაში მე განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო არა იმ ხალხზე, რომელიც თუნდაც იქით განან, არამედ როგორ თქვა, იმ წვანის ამთებებს, აი რომელიც მაგალითად ლაპარაკი არის ხოლმე ესეთ შრეზე, რომ ანუ თქვენო ამ პროტესტს, ანუ ყველაფერი ამას ყავს გამართლებელი, ყველა ამას ყავს მიმდინარე პროცესის დოქტრინად მქცევი და შემდეგ იმ შინაარსის წარმომდგენი, უბრალოდ ცდელობა იმისა, რომ შინაარსი შეიტანონ და რაღაცა შეძინონ ამ პროცესს, რაც იქ ხდება და ეს ხალხი ყველაზე მეტად თვლის, რომ მათი ბრალი არ არის. ანუ თითქოს ერთგვარ განყენებული ანალიტიკოსების როლში გვევლინებიან. ისინი ამბობენ, რომ ამ პროცესს ხო მეთაური არ ყავს. აი ამას ხო თქვენ ვერ გააჩერთ, ეს ხო ხალხის ძალა. ამავე დროს იქვე აყალიბებენ დოქტრინას, რომ ეს როგორი მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი არსებობდეს და ზუსტად ის თქვა მინდა, რომ სწორედ ეს არის ის მექანიზმი, რითიც ხდება ამ საგამზირე ხორცის გამომუშავება. ეს არ ვიფიქროს ვიღაცამ, რომ მაინც და მაინც ესე კეთდება, რომ თითქოს შენ ვიღაცა უნდა დაიბარო, მე იმას რაღაცა ფული უნდა მიცე, დაარიგო, გაუშვა, ეს როგორც წესი არ მუშაობს და ნუ უკვე ციფრულ ეპოქაში ეს სიყალბე ძალიან მალე ჩანს, ხო, შენ თუ რეალური არა. ეს ხდება ზუსტად манипуляციას. მან აქ ერთ-ერთ კომპონენტს ასრულებს, მე მათ ვარ დარწმუნებული და შემიძლია ამ არქიტექტურაზე ნებისმიერ ადამიანს ველაპარაკო, როგორ მუშაობს ეს, რომ აი ეს ციფრული მედია ახერხებს ამ ყველაფრის გამართლებას. ის აძლევს ამ შინაარსს თუ რანაირია სამყარო, ის აღუწერს, ისეუნება ზოგს მოაქვს რაღაცა. შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ მაგალითად რომელი მედიები აკეთებენ ამას, ხო? ძალიან მარტო შეგვიძლია. არა, ეს მარტო მედიები არა, ეს არის აქტორებიც. კი, აქტორები, მედიები, NGO სექტორები. ურამე, შენ თქვი ძალიან კარგი რაღაცა, სხვა შორის ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ მეც მაგაზე ვფიქრობ. არის ერთი დეტალი. პირველი, უნდა ვთქვათ, რომ არის ასეთი ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პროტესტების. ეს არის ის რომ პროტესტებს არ ყავს ლიდერი, ეს არის სპეციალურად გაკეთებული თემა, იმიტომ რომ როცა არის ლიდერი, შენ შეიძლება მიხვიდე ამ კონკრეტულ ტიპს მოთხოვო პასუხი. იმიტომ რომ რაც ახლა ხდება, ანუ ეს არის სიტუაცია, რომელიც ნებისმიერ ნორმალური ადამიანს ხმე რო ვიყო, მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, დავშვათ ნაცნობ მოძრაობის დროს ვიყავი საპროტესტოდ განწყობილი ადამიანი და ძალიან ნეგატიურად ვიყავი განწყობილი პროცესების მიმართ და სულ ვიდექი ქუჩაში და ვიბრძოდი და ხედავდი და მახსოვს ერთი რამე, რომ მაგალითად 2009 წელს, როდესაც იყო პროტესტები და გრეჩიხას პროტესტებმა არ გაამართლა, ხალხი იყო უკმაყოფილო გრეჩიხას მიმართ. 2007 წელს თუ 6 წელს, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა გამოიყვანა ხალხი პირველად და შემდგომ აბსოლუტურად სულელურად დაშალა, ყველა იყო გაბოზებული სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ანუ ლიდერები როცა იყო, შენ კონკრეტულად იცი, ვინ არის დამნაშავე და შენ მიდიხარ ამას მოსთხოვ პასუხს. ეხლა არის პირიქით, რომ ეხლა რომ ლიდერი რო არ არის, ეს იწევს იმას, რომ ფაქტურად პასუხისმგებელი არავინ არ არის და აქ არის ერთი დეტალი, რომელზეც ბევრ ძველ სოციოლოგებს აქვთ შესწავლილი, ამბობენ ასეთ რამეს, რომ ასეთ დროს ამ საპროტესტო მოძრაობაში წარმოიქმნება ელიტა, რომელიც ცხოვრობს ამ პროცესით. ანუ მე რაც გულისხმობ, რა, რომ მე და შენც და ყველას ვინც ჩვენ დავშოთ ამ ვაფასებთ პროცესებს შეხება გქონდა ადამიანებთან, რომელსაც გიჟის გარდა ვერაფერს ვერ უწოდებ. მე აქ შეიმინგს არ ვახდენ. ანუ მართლა რა, ანუ ვიცნობ. ხო, მართლა ვიცნობ ადამიანს, რომელიც ხმა და ყოლის ვერ გაივლიან უბრალოდ. არა, მართლა, ანუ ხმა და ყოლის მომსწრე ფსიქიკური პრობლემები აქვს. ეს ანუ თუ ადამიანს თქვა შეიძლება ჭირდეს რაღაც დაავადება, ხო? მერთვა დაიფაროს და სიმსივნეში, ფსიქიური სტიგმატიზება ეს არის. ფსიქიური დაავადება არის ჩვეულებრივად ისე როგორც შეიძლება ადამიანს ნებისმიერი სხვა დაავადება ქონდეს. კი, არა, იმიტომ რომ მე მახსოვს, ანუ ერთ-ერთმა მაგათმა ლიდერმა ღამის 2 საათზე 25 ვოისი გამომიგზავნა, სადაც ტიროდა. ბოლოს რომ მიწერე რა გინდა მეთქი, პროსტა ან შემეწოდა მეთქი. მე სიცის ვიდეოები ისინი ვოისები გამომიგზავნა და ანუ მართლა რა და რას ვამბობ? უყურე, არის ერთი დეტალი, რომ მასაც ყოველდღიურად არ აქცევენ, რომ ეს პროტესტი არის, რომ ლიდერი არ ყავთ, ოკეი, გასაგები ამას აქვს დადებით და უარყოფითი მხარეც არის ის, რომ უკვე იქ არის ხალხი, რომელსაც უკვე იდეა ფიქსი აქვს. აი გუშინ ვნახეთ, რომ უკვე იმდენად ცოტანი იყვნენ, რომ ფაქტურად ვერ გადაკეტეს. და დღეს რუსთავი ორმა დაწერა, რომ 329 დღეს ვერ გადაკეტეს ქუჩაო. დღეს ვნახე რამოდენიმე პოსტი, სადაც ვიღაცები წერენ, რომ
2 წუთით მაინც გადავკეტეთო, იმიტომ რომ უწყვეტი პროცესი და რაღაც გამარჯვება გქონდეთ, რომელიც ზუსტად ეს მინდა თქვა, რომ არ არის სინამდვილეში ეგეთი რამე არ არსებობს. ვერაფერინაირი პროცესი ვერ იარსებებს ორგანიზების და გარკვეული ჩარჩოს განსაზღვრის გარშე. უბრალოდ შეიცვალა მიდგომა და მეთოდიკა. რა ადრე საჭირო იყო ეს ვიღაც ლუსტრირებული, ან წინ მდგომი ადამიანი. მე მივიღეთ რაღაცა არაფორმალური თემა, ხო, ვიღაც შეიძლება მივხვდით უკვე. ვიღაც შეიძლება ითქეს წინ, ვიღაც შეიძლება ითქეს უკან არ ჩანდეს და ჩვენ ვიღებთ ესეთ ფიგურებს, ხო, მაგრამ თანდათანობით უკვე საერთოდ სხვა ეს ღრუბლოვან მართლობაზე გადავიდა. დავამატოთ მაგას. ანუ ერთი შრე არის რომ არიან ბავშვად გიჟები, რომლებსაც იყენებენ და რაც ყველაზე რთული არის ამ გიჟებს უკვე საკუთარი დღესასრიგი აქვთ. და ძალიან ხშირად რასაც მე ვატყობ რომ ხო ხტები ანუ ვინც უკან დგას იმ ხალხსაც ძალაუნებურად უწევთ ამ გიჟებს რომ რაღაცას რო ჩაუნერგავენ ამათი გათვალისწინებაც. ამიტომაც არის რომ ძალიან ხშირად რაღაცები რაც ხდება ვერ აკონტროლებ ხარ თუ ანუ მე რატო გულისხმობ ვისაც უმუშავია ხალხთან და 5 კაცზე მეტთან ქონია შეხება რომ რაღაცა დაუვალებია იცის რომ აუცილებლად ხდება ისეთ გაუთვალისწინებელი რაღაცები რასაც ჩვენ უბრალოდ ვერ წარმოვიდგენ. მე ახლა წარმომიდგენია რა ხდება ამ პროცესების დროს რამდენი თან როცა საუბარი არის ადამიანებს რომც მართლა პრობლემები აქვთ. პლუს ამას ემატება რომ აი ხა მოდი ვთქვათ რა რომ მე ძალიან მეცინება როცა ვაკურდება. მაგალითად რადიო თავისუფლება საკმარისია რამე არაადეკვატურობა მოხდეს აქციაზე რომ ისინი აკეთებენ რას ამ ადამიანის ფოტოს გამოაჭენებენ მას პროფაილინგ მას აქცევენ გმირად მას აქცევენ რაღაცა წამებულად თანაც უკვე ხა რა დაიწყო ახლა ლევანს ქონდა ჭოტორლიშვილს ძალიან კარგი სტატუსი რომ აი უკვე დაიწყო პროცესიო რომ ესო პონტად იქცაო რა რომ ანუ როც მიდიხარ და გიჭერენ ეს არის რაღაცნაირი CV რომ შენ გქონდეს რომ აი ტირანულმა რეჟიმმა დაგიჭერდა თანაც ერთი დეტალიც არის ახლა რომ ოდესაც არ გებრძვიან და როცა შენ იცი რომ შენი დაჭერა იქნება უსაფრთხოდ ანუ მართლა ისე გამოდის რომ რაღაცა ანუ ერთი კვირით უბრალოდ მიდიან ციხეში რომელსაც რაღაცა აი ეს ხო არ არის ჩვენ ვიღებთ ხალხს ჩვენ ლაპარაკობ ჩვენ ვიღებთ პროფანაციას ზუსტი სიტყვა ეს არის პროფანაცია ანუ არსებობს ერთი მაჰათმა განდი ერთი ნელსონ მანდელა მარტინ ლუთერ კინგი ხო რომელსაც ჩვენ ვიცით ვნახეთ ამ ადამიანების ცხოვრება არის ხშირ შემთხვევაში შეიძლება წინააღმდეგობრივიც კი მაგრამ ამას გმირის სახე იტანს შემდეგ ჩვენ ვხედავთ აი ამის რაღაცა fake ვერსიებს რაღაც ყავს და ძირითადად ციფრულ სივრცეში გადატანეს ნუ ერთ მთავარ ამას უნდა დააკვირდეთ არაფერი არ ხდება ყველაფერი როგორც ადამიანი პროცესს ხედავს და აღიქვამს ეს ყველაფერი ხდება ციფრულ სივრცეში ანუ ადამიანი არ ჩადის ხმას არ უწევს არაფერს არ აკეთებს თუ არ დარწმუნდა ჯერ რომ მასზე მოშორილი არის კამერის ობიექტივი იქნება ეს ტელეფონი თუ ნამდვილი კამერა თუ რომელიღაც მედია იმიტომ რომ ადრე რაღაც ხდებოდა და მედია ამას ასახავდა, უნდა მოხვედრილიყო იქ ესე ვთქვათ, ანუ რაღაც გამართლებოდა ვიღაცას რომ კარგი ფოტოკადრი გადაიღო. დღეს ეს არის მთლიანად დადგმული, იმიტომ რომ მან იცის რომ ჯერ მოდის მედია, ეს ყველა საინტერესო შრი არის, იმიტომ რომ მე ეს მინახავს. ჯერ მოდის მედია. მან იცის რომ იქ არის დაანონსებული, ხო? როგორც სტადიონზე სანამ გუნდები გამოვლენ, ჩართულია კამერები, ანთებულია შუქი და ტრიბუნები არის შევსებული. აი ესე იდგმება ის, რაც მონათლული არის ამ რეალურ პლუს დაუმატოთ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს უცხოეთი. ანუ მე რაც გულისხმობ რა რომ ახლა სიამაღლობელს მისცეს სახაროვის პრემია. ანუ ახლა ჩვენ ხო ვიცით ანუ მე რაც გულისხმობ საქართველოს ყოფნა ადამიანმა ხო ვიცით რომ ამ ქალს არაფერი არ გაუკეთებია რეალურად. გარდა იმისა რომ უბრალოდ მოიქცა არაადეკვატურად. როცა უთხრეს რომ ფოდიში მოიხადეო მე ერთ-ერთი ძალიან დიდი NGO-ს ხელმძღვანელი რომელიც ჩემი კლასელია მეუბნებოდა რომ ხელი უნდა დაერტყაო. ანუ არ შეელო არ დაერტყაო რომ აი ისეთი შეაწყობა მეყენ ანუ ფაქტიურად ხო ხდება ანუ რა ხდება წახალისება ხდება რა ანუ არის NGO სექტორი რომელიც მართლა ფულს ხდიან ანუ ხო ვიცით რომ ანუ აი რატო იყო დატავშოთ წინააღმდეგობა ამ კანონზე ხო გახსოვს ორი წლის განმავლობაში იმიტომ რომ ამ კანონის მეშვეობით ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ხდება უკვე ცხადი რომ სად უნდა დაიხარჯოს ფული ვინ რა ფულს აიღებს უკვე ჩვენ ვიცით და ჩვენ გავიგებთ რომ ეს NGO სექტორს უცხოელები ევროპაში ძალიან ბევრი ჯგუფები ცდილობენ გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის ანუ საქართველოში ნებისმიერი სიგიჟე რომელიც ჩვენთვის სიგიჟეა მათთვისაც ბევრისთვის სიგიჟეა ევროპაში იქნება წახალისებული მათ შეიძლება გრანტი მისცენ
ანუ ეგ მათ შეიძლება რაღაცა ნეიმინგი გაუკეთონ, სახელი გაუკეთონ, მე შეიძლება მიიწვიონ უნივერსიტეტში. ანუ მართლა არის უკვე, ანუ იცი როგორ მომენტია, რომ ფაქტიურად უკვე ისე გამოდის, რომ იქ არის რამოდენიმე შეჩეგული, ან თავყოთ ერთი არიან ადამიანი, რომელიც მართლა პრობლემები აქვს. მეორე ადამიანი არის, რომელიც კარიერას იკეთებს. რომ აი იტყვის, რომ აი მე ანუ რადიო თავისუფლად შენი პროფაილი თუ არსებობს, ეს უკვე არის ფაქტიურად სევია, მე პლუს ამას ხარ დაჭერილი, ხო? ანუ არსებობს, რომ ხარ დაჭერილი. ის რომ შენ დაგიჭირეს, იმიტომ რომ პროსტა არაადეკვატურად მოიქეცი, ეგ ხო არ ჩანს. ანუ ქაღალდებში ყველაფერი მოწესრიგებული. არა ხო, ანუ ქაღალდებში, ანუ შენ წამოიდგინე, ჩადიხარ ამერიკაში, თან რავი, შეიძლება რაღაც ხარ გეი. იტყვი რომ აი საქართველოში იყო რაღაც აქციების ფოტოებს აჩვენებ ნიუ-იორკ ტაიმსმა დაწერა ან რაღაცა რომ საქართველოში იყო საპროტესტო, შენ უკვე გაქვს ყველაფერი გაქვს CV იმისთვის რომ რაც შენი მიზანია რომ დავუშვათ მიიღო დასავლეთში ან გრანტი ან სწავლა ან რაღაც ამას მიიღებ. და მართლა არის ანუ სინამდვილეში ძალიან ბევრი ადამიანისთვის მე მართლა მესმის რა რატო აკეთებენ ამას რომ აი ხა მიდიან და რაღაცებს თავს აჭერიებენ ანუ რაღაც აი რეჟი მე ანუ კიდე რაზე მეცინება რა რომ ხო ყავს ყოველას მეგობრები იქეთ ხარის მე მყავს მეგობარი რომელიც ძალიან ლიბერალი იყო მოხვდა ამათ წრეში და პირიქით გახდა ანუ იქ გახდა ძალიან დიდი ანტირებელარი და ანუ უკვე ნუ მუშაობს და მიგზავნის ხოლმე ამ პერიოდულად ვიდეოებს და რაღაცებს სადაც ჩანს აი თუ როგორ ჩამოყალიბდა მაგალითად არის მაგალითად ყავთ ხალხი რომლებიც არიან რომლებიც გამენ ამ ყავთ რეჟისორები რამოდენიმე რომლების თავარი მიღწევა არის ამ აქციების დადგმა ანუ დააკვირდმა პერიოდულად ქალთა ჯგუფები აკეთებენ რაღაც აქციას, რომელშიც კოლგებით დადიან. ანუ მე მეცინება, იმიტომ რომ ვიცი რომ იმ ერთ-ერთ რეჟისორს აქვს მოქნება კოლგებზე. ამიტომ აბსოლუტურად ყველა აქციაზე კოლგებს რაღაცნაირად იყენებენ. და მე ძალიან მეცინება, იმიტომ რომ ფაქტით ხო ხვდები რა, რომ აი არის სამწუხაროდ ეს უკვე ქართული სახელმწიფოს და ეკონომიკის პრობლემაა, რომ საქართველოში იმდენად მცირეა ბაზარი და ჩვენ ისეთი შესაძლებელი გვაქვს ჩვენი ენის გამო, რომ ძალიან უჭირს ხელოვან ხალხს საკუთარ თავის გამოჩენა. გავნიდა ეგ რომ ჩვენ ქართველებს ძალიან კულტურულად ხელოვანი ხალხი ვართ და ხალხის გამოჩენაც თავის გამოჩენაც გვიყვარს, გვაქვს მოთხოვნილება რომ რაღაცეები ვაკეთოთ. ჩვენი ექსპრესიიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც მართლა მარტო ეს დარჩა. ანუ შენ გავიგე რომ აქ გამოვიდეს და აქ რაღაცები გააკეთოს, იმიტომ რომ ეგ მეორეში აღწერე შენ. ანუ ერთი ადამიანი რომელსაც მაგალითად ეძახენა დავარქოთ ამას პროფესიონალი NGO-ში ნიკი პროფესიონალი ქართველები ესე ვთქვათ იმიტომ რომ ის ქართველი ხალხის სახელი ამიტომ ესენი არიან პროფესიონალი ქართველები ესე რომ ვთქვათ მეორე არიან ნამდვილად ანუ ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე ეს არის ფსიქიური პრობლემები რომელიც ყველაზე უფრო აი პაიკები საჭირო ანუ 330 დღე ადამიანი ყოველდღე დადის იქ ხო ანუ და მე მინდა მესამე შეზე ვილაპარაკო რომელ ადამიანები რომლებსაც ეს манипуляция ხდება იცი ადამიანები მიჩვეული არიან რომ დაინახონ ისეთი მტკიცე მიზეშედეგობრივი კავშირი ხო ვიღაცა რაღაცა კგბ-მ დაავერბოვკა დააწერა ხელწერილი და შემდეგ ამუშავა ეს არის კლასიკური გზა ხო და მე საჭირო ილუსტრაციის კანონი ხეს ვაჩვენო რომ ეს რაღაცეები თუ ოდესმე ხდებოდა ეხა ეს აღარ საჭირო აღარ ხდება ეს შენ ქმნი საინფორმაციო ველს სადაც ადამიანები გამომდინარე მათი რაღაც შეიძლება ფსიქიური პრობლემა აქვს, სხვა ტიპის პრობლემა აქვს, მაგრამ ისინი არიან მოწყვლადები და ეს საინფორმაციო ველი, ის მესიჯები, ანუ ეს ნეიროლინგვისტური პროგრამირება აყალიბებს მათ და უბიძგებს იმ აქტივობებისკენ, რასაც ისინი აკეთებენ. სპეციალური მე რომ ნახე არც მჯეროდა ეს რაღაცა ერთ-ერთი ესეთი აქტივისტი ატარებს რაღაც workshops ციფრული აქტივიზმი. ანუ ხო როგორი შეფუთულია რომ გონია რომ რაღაცა ისწავლება ციფრული აქტივიზმი ეს სინამდვილე შეიძლება რომ ვიღაცას ჩეთში უნდა მიწერო და აგინო. ერთხელ ეგეთი გამოჩენილი აქტივისტი მომწერა და ვურეკავდი. და არაო ტელეფონზე არ მიპასუხა. შეხვედრაზე და ამის დახოზე ხო ლაპარაკი არ არის. აი ეგ უნდა მომწერო თითებითო. ეს არის ამაში ხალხი ტრეინინგდება, ზოგი პროფესიონალი ხდება, ზოგი უბრალოდ ვისაც ამას უბიძგებდა. ნახე როცა ლაპარაკობთ ეს არ არის თითქოს ვიღაცას გონია რომ ეს არის უმართავი პროცესი და არა ეს ძალიან მართულია იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ ჩვენ რაღაცას მიუშვებ პროცესს რომელთაც თავარ შედეგს იღებ იმიტომ რომ თავარი მესიჯი გაკეთა ხო თავარია რუსთაველი გადაიკეტოს
ანუ ვიღაცას გონია რომ იმიტომ რომ შედეგი რაც არ უნდა დადგეს ორივე მხრივ მომგებინო თუ აი კიდე უწყვეტ როგორ არის უწყვეტი პროტესტი დიდი ხანია გაწყდა აი მთელი დღე გახსნილია მოძრაობა რაც უწყვეტი ეს მეორე რაღაცაა რომ შენ რაც რეალობას არ ასახავს სინამდვილეში ზუსტად საპირისპირო სახელი უნდა დაარქვა ხვდები ეგ ერთი და მეორე და თუ იქ მესიჯი უკვე წარმოიდგინე რომ აწყობილი და დაწერილია უბრალოდ გამოქვეყნებას ელოდება ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და აი ერთი სული აქვს თქო რომ ეს აზერბაიჯანზე ხორცმა შეასრულოს თავის მოვალეობა უნდა მოვიდეს ვიღაცა დაარბიოს ჩვენ 7 ნოემბერი უნდა მოხდეს რა და უცებ აი ამ კონკურენციაში დამარცხდნენ იმიტომ რომ ერთის მხრივ მათ უმტყუნათ ნერვებმა იმიტომ რომ როდემდე შეიძლება შენ აანონსო იქ წარწერებით ააჭრელო აჯანყდი და რევოლუცია და მოაწყო რევოლუცია და 4 ოქტომბერს ეს მოაწყოს და რაც მოაწყოს კი ვნახე და მეორეს მხრივ ისინი ხვდებიან რომ იდეოლოგიურადაც დამარცხდნენ და ეხლა მიმდინარეობს პრაქტიკულად აი ამის დასრულება კიდევ არის რამდენიმე დეტალი რა აბსოლუტურად გეთახმები ზუსტად მეც მაგ განწყობაში ვარ მათ ასევე ვერ გაითვალისწინეს რამდენიმე ფაქტორი ანუ პირველი ფაქტორი არის ის რომ მათ ზედმეტად კონფრონტაციული პოლიტიკა აირჩიეს განსაკუთრებით მათი ოპონენტების მიმართ ანუ მე რას გულისხმობ რომ შენც გექნება გამოვლენა 2-3 წელი წინ დაიწყეს ასე ვთქვათ გაუქმება და ვთქვათ ოცნების ტიპების ანუ ოღონდ ამ გაუქმებაში ძალიან ბევრი ადამიანი მოხვდა, რომელიც არ იყო ოცნების ხარდამჭერი. მე ვიცნობ არაერთ ადამიანს, რომელსაც გიჟებივით უღორდებოდნენ და რაღაცებს უწერდნენ. და ვიცნობ რამოდენიმე ძალიან წარმატებულ ბიზნესმენს, რომელიც ოცნების ტიპად გახადეს. იმიტომ რომ ხვდები რა ხარ, ხა ყველას ხო არ აქვს ისეთი ფსიქოლოგია, რომ ხა მე მაგთან მყავს ნაცნობი, რომელსაც რამოდენიმეჯერ რომ მიწერეს, რომ აი შენ ოცნების პროპაგანდისტი ხარ, სამსახური დატოვა და წავიდა. მე რომ მომწერეს და მე დავითანხმე და მეგონა პირიქით ბევრი მომწერეთ მეთქი რომ ძალიან კარგი ამაზე მეცინებოდა და ძალიან ბევრი ადამიანი იქეთ მხარეს ანუ ბავშვით პირობითად მეორე მხარეს ვინც არის უკვე ჩამოყალიბდა და ისწავლა უკვე ისწავლა ამ კონტრ რაღაცების ბრძოლა ანუ უკვე დღეს ამ ყველაფერს უპირისპირდება მეორე მხარეს. შენ ამბობ რომ ადამიანები გაერკვნენ ამ არქიტექტურაში. ძალიან ბევრი რომ მათივე ენაზე რო ვთქვა ამ ეკოსისტემაში გაერკვნენ. კი, ანუ მე რას გულისხმობ გოიცი რომ მე მაგალითად ძალიან მეცნება რომ თვითონ არიან დარწმუნებულები რომ ქართული ოცნებას მართავს რაღაცა გიგანტური რუსული ფესბის სისტემა, რომელიც რუსებს არ აქვს თვითონ და ვერ მართავენ. და ეს ხალხი არიან, რომელიც ფეიკებზე ეგებიან. იმ რაოდენობის ფეიკები. ანუ მე აღმოაჩინე, რომ მაგალითად ქართული ოცნების ხარდამჭერებს აქვს აბსოლუტური უნარი აღმოაჩინოს მომენტალურად ფეიკი, მათ არ აქვთ. ანუ ამ ხალხს ჩამოუყალიბდა ფსიქოლოგია რომ მათ უკრაინაში შეიჭრა ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ხო თავიდან ხო და ან სამ დღეში კიევს ავიღებთ ანუ რომელიც სამხედრო თვალსაზრისითაც უბრალოდ PR პროპაგანდა იყო იმიტომ რომ ის რაოდენობა იმ დესანტის თუ ძალის 150 მილიონზე ესე იგი ეს მოკლედ მარტივად დათვალდია და მოკლედ წარუმატებლობის ამ თავიდან შეჭრის წარუმატებლობის ანუ იმ გაცხადებული მიზნების ვერ მიღწევის ერთ-ერთი მიზეზად ჩაითვალა რომ დაახლოებით 50 მილიარდი ქონდათ თუ რაღაცა დახარჯული იქ საზოგადოებრივი აზრზე მანიპულაციაც მე ეს პოლიტიკად მოიპარე შეიჭირეს ეს უკავით ვიღაც შეეწირა ამ ამბავს და მოკლედ იქ იმიტომ ხალხი არ დაუდგა გვერდში ანუ თუკი სადმე შეიძლება რუსეთს გამოეყენებინა რბილი ძალა, ყველგან ეს პროექტი ჩავარდა, ანუ ან ფული აინც და ეს არ უმეტად ვეუბნები ხოლმე, ხო იცი, აი, მხოლოდ საქართველოს აღმოჩნდა ის ოაზისი, რომელიც 13 წელია, აი ესე აფიოდ დაწერილი, ჩვენ ხალხო სპეციალურად ჩაგვისვეს გავრილოვი ჩვენ ნერვებს ტესტავე აი, მხოლოდ საქართველოს აღმოჩნდა ის სათბური, სადაც ყველაფერი საუკეთესო ტრადიციები თურმე კრემლში არსად რო არ მუშაობს. არ რუსეთში, უკრაინაში. არსად ბელარუსში უწევს მე ის ანუ ისევ დაქოქავ ძველ ჟანგიან ტანკს, იმიტომ რომ აი ეს არ შეუძლია და ამას უპირისპირდება და აქ თურმე ისა ну, რა თქმა უნდა, რეალობის აღიარება რომ სინამდვილეში ერთადერთი რამე ამარცხებს რბილ ძალას, რომელსაც იყენებს უმცირესობა და დასავლური დროშის ქვეშ
დაორგანიზებული უმცირესობა, ეს არის ქართველი ხალხის უნარი, იმიტომ ჩვენ გამოვიარეთ ძალიან მძიმე კი, მაგას ვამბობ. საერთოდ ჩვენ ამაზე ვართ დაცრილები, ჩვენ ეს სახადი მოცლილი გვაქვს, მადლობა მიშას ხალხებში. კი, ხო, აი ამაში ეკუთვნის მადლობა, ჩვენ ეს სახადები გავიარეთ, რას ნიშნავს სატელევიზიო რევოლუცია. რაც ფაქტად რევოლუცია, რაც ფაქტად სომხეთს არ ქონდა. ხო, ესე ვარდებით მოსული ადამიანები იმ ვარდებს მე სად გიკეთებენ. ეგ ჩვენ გამოვიარეთ ეგ გაცრები და მათ შორის გამოვიარეთ ყველაზე ტრაგიკული მონაკვეთი წინა ხელისუფლების, რასაც ქვია 2008 წელი და ეს ომი, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ ამისი ფასი რა. და ამიტომ ჩვენ ეს სახადი რა ხარ მოცლილი გვაქვს, ეს ყველაფერი დგას მარტივ რაღაცაზე ამის აღიარებამდე, დგას ელემენტარულ სიმართლეზე და ეს დგას მხარდაჭერაზე რა. ეს რო არ კონდეს, რაც არ კონდა სააკაშვილს და ხელოვნურად იმსახურებ და ეხა იქ სტრატეგია ხო მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია, ხა შენ მოგაწერო, შენც ესეთი ხარ და არა. და რასაც შენ ამბობ, რეპლიკით გამოვიხმაურები ამას, რომ აი ეს რო შენ გწდომენ დაგაბულიკო, შენ ეს ხარ, დაგცინებ, შენ რა ის რეჟისორი ხარ, ან შენ ვინ ხარ, ამას ანუ არა თუ ამას ხალხი უძლებს. ანუ ჩვენ შემთხვევაში ეს აბსოლუტურად პირიქითაა. კი, მეც აი, იმიტომ რომ არა მარტო ის რომ შენ ხარ მეც ვიღაცა რას მე ქართული ოცნების პროპაგანდა მე თვითონ გავხდები ეს. მაგას არ დაგაძახებინებ კი არა, ვერც დამიცა. მე იმაზე მეტი გავხდები, მე თვითონ გავხდები ის ქართული ოცნება ხდები და რომელიც ამას გეტყვის რომ აი შენ აკეთებს სწორედ ამას. შენ წირავ ადამიანებს. მე დავდგები იქ წინ და ესე ვიდექი მელიქიშვილის გამზირზე რა და შენ გამოხვალ ლოზუნგი და იტყვი რომ ეს ყველა ხალხი უნდა ჩავრეცხოთ როგორც 2003-ის მერე რეცხავდი და ქალაქი არის ჩვენი. შენ თუ არის ეგერ არის არჩევნები და მაშინ იქ მიიღე მონაწილეობა, მაგრამ არა, იქ იცი რომ წააგებ. და ვიღაცამ ეს ყველაფერი დაგითვალა და ეხა გითხრა რომ ამიტომ შენ ესეთი დაუმორჩილებლობის პროტესტი უნდა გააკეთო. ამით რას მიიღებ? შენ გაწირავ იმ საგამზირე ადამიანებს, წინ შეწირავ, შენ იდგები ესე უსაფრთხო. გურა, ამიტომაც არის ერთი დეტალია რა, რომ ნახე მე ამას რამოდენიმეჯერ ვცდილობ და შენ მას გავაგზავნე შეღადე. აი ეს საგამზირე ხალხი არიან მართლა მარგინალები და მართლა ფსიქიკური პრობლემების მქონე ხალხი, იმიტომ რომ აქ აი რო შეხედო პარტიული აქტივიც კი არ არის. ანუ ხო ვიცით ახლა დავშვათ რომ ახლა ნაცების აქტივი, ანუ პარტიულ აქტივში რას გვიწყო პერიოდულად ისინი რა თქმა უნდა აშველებენ როცა ჭირდებათ ხალხის გაზდა პარტიულ აქტივს, მაგრამ მათ გააკეთეს რა, რომ აი მათ იციან მაგალითად როგორ წამოაგონ ხალხი რაღაც იმაზე. თუ გახსოვს, როდესაც 2 წლის წინ დაიწყო საუბარი ამ კანონის შემოტანაზე, მე მახსოვს, რომ რაღაც ჯგუფებში ვნახულობდი პოსტებს, სადაც ვიღაც გოგო წერდა, რომ თუ ეს კანონი მიიღეს საქართველოში ჩადრის ტარებას დაგვაძალებენ. და ირანში და იმაში ჩრდილო კორეაში რომ ვიბრძებთ ხოლმე შეგადა. ხო და არა მე რაც გულისხმობ, ანუ ოღონდ მაშინ რაღაცა ჩამანი იმუშავა. ოღონდ მე მახსოვს ჩემს გადაცემაში იქ კონსერვატორიაში ვთქვით, რომ არის ფალსტარტი გამოვიდათ რა. ანუ მაშინ დახარჯეს ეს რაღაცეები, ხო ხტები, რომ აი მაშინ რომ ძალიან ბევრი ხალხი არა, ეგ ეხა მარტივი ის არის მისახვედი, ყოველი ნახე ჟანრის კანონი. ეხა ხო იცი რომ იმედგაცრუება მოვიდათ, ანუ ეს მე არაერთხელ მithქვავს და რა თქმა უნდა ვიღებ. ანუ ამათ რა გონიათ, იცით, რომ ჩვენ გამოვალთ, ჩვენ ვითომ ფსევდოსიმართლე გაგვაჩნია, მე რაღაცებს ვიზათ, ოღონდ შენ მეორე მხარ, შენ წინააღმდეგ ვარ, უნდა გამიწიო. შენ იქ უნდა დარჩე რაღაც საზღვრებში და მე უნდა ვცადო რომ შენ უნდა მე მაქვს უფლება შენ დაგამხო. ანუ იცი არსებობს მარტივი წიგნები, უბრალოდ გადაშავა და წაიკითხო. ჩვენ გვაქვს აჯანყების უფლება, ვიღაცებს ეხლა რაღაც გაეროს წესდებაში წერია. კი ბატონო, ანუ არაფერს შენ თუ აპირებ აჯანყება, შენ თუ აპირებ რევოლუციას, შენ თუ აპირებ ამბოხს, არანაირი ამას უფლება არ ჭირდება, შეგიძლია განახორციელო. და უნდა გაიმარჯვო და მე გამარჯვებული დაწერს ისტორიას და ყველაფერს დაარქმო, კაცო ჩვენი სერგოორჯონიკებს დაარქმო, მე ვისაძინა, როცა გაიმარჯვო. და როცა, მაგრამ იქ მე უნდა გადაშალო ეს გვერდი, იქ წერია მეორე რამე, რა ხდება, როცა რევოლუცია მარცხდება. კი ბატონო. და მე ამას მოყვება რეაქცია და ეს გაუკვირდათ ეს ზუი, იმიტომ იქ აღარავინ არ გადაუშალა. მე რა ხდება ეს რევოლუცია რომ მარცხდება. პლუს ამას კიდევ არის ერთი დეტალი, რასაც თვითონ ვერ ფიქრობენ და ვერ იაზრებენ, ანუ მე რას გულისხმობ რა, რომ ეს ბაბლის კანონები, ანუ ეს ბაბლის კანონები ძალიან სხვანაირია. ხა მე რას ვამბობ, დავაკვირდი, რომ ძალიან ბევრი პოსტებს როცა წერენ, რომ არის რომ აი მაგალითად აი მე აი მივდიოდი ტაქსში, აი ქოსი ტაქსისტი შემხვდა, რაღაცა ვუთხარი და ანუ ჟანრის კანონიდან გამომდინარე არის ყოველთვის ეს ქოცი ტაქსისტი ამისმა საუბარმა დაარწმუნა.
რა ხო წეგრია რომ კოცები არსებობენ? არა, რას გულისხმობ, რომ აი ანუ რო წერენ ხოლმე ამბებს, რომ აი დავუშვათ ვიღაც ტიპს დაელაპარაკა, რომ ესე წერს, რომ აი მე შევხვდი ქუჩაში ქალს, რომელსაც უთხარი რომ შეეკოცა და მე ყოველთვის ეს ისტორია მთავდება ამან როგორ შეუცვალა აზრი და რეალობა იცი რა არის? მე მაგალითად რამოდენიმეჯერ მახსოვს, რომ ერთმა ადამიანმა რომ ქუჩაში შეხვდა და რაღაცები რო მითხრა და მეც რო ვუთხარი და უცებ რო აღმოაჩინე რომ შეეშინდა იმიტომ რომ შევაწყობა მომაყენა და მე არა ვარ ხა სულ პატარა ბიჭი და გარეგნობითაც გულისხმობ და ჩემზე პატარა ტიპი იყო და მე ვთხარ შენ ცოტა ჯანსაღი თუ ხარ მეთქი და რომ მიხვდა რომ ანუ იმ Facebook-ის რეალობაში ხომ მე უნდა გავჩერებულიყავი და უნდა თავი ჩამექანდრა და რო აღმოჩნდა რომ მე ანუ იქ რეალურ ქუჩაში ვეღარ დაგსკრინა და ვეღარ დამსკრინა და ყვირილი რომ ქუჩაზე სკრინები არ არსებობს და თან ყვირილი რომ დაიწყო რომ აი ხალხო იცით ეს ვინ არისო და ვიღაცა ტიპმა ჩამოვარა კი ვიცით მაგრამ რა გინდა ბიჭთან მისთვის არისო ხო და ამან უცებ მიხვდა რომ დამნაშავეც იყო ეს სცენარმა არ იმუშავა და ეს არის რომ ეს ბაბლებმა ამ რაღაცეებმა ეს ხამ ხალხზე იმუშავა და თავი დასკვნა იცი რა არის მე რასაც მინდა რომ თქვა რომ ქართულმა ოცნებამ ამ არსებულმა ხელისუფლებამ ყველაზე კარგად ისწავლა რევოლუციების მართვა ქართულ აი კომპიუტერულ თამაშებში არის ასე არ ვიცი შენ თამაშობ თუ არა მე ძალიან მიყვარს სტრატეგიები და რაღაცები არის ასე რომ თუ თამაშობ და დაუშვათ რაღაცას აკეთებ კარგად ის შენ გაძლევს დამატებით პლუსებს ამის კეთებაში თუ მაგალითად დაუშვათ პირობითად ამბობ რა თუ მაგალითად კარგად ახშობ რევოლუციებს რაღაც პერიოდის შემდეგ ხვდები რევოლუციების ჩახშობის ექსპერტი ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად ფენომენალურად ისწავლა დებილურ რევოლუციებთან ბრძოლა და რაც ნიშნავს რომ თეორიული შანსი არ აქვს საქართველოში ამ არსებულ ოპოზიციულ ველს რამე რევოლუციის მოწყობის ნულოვანი შანსი აქვს მათ არ იციან არ შეუძლიათ და ვერაფერს ვერ გავაკეთებენ არა იცი რა არის მე არ მგონია რომ მე მაინც უფრო შორს მივდივარ რა ეხლა შენ კიდე ლაპარაკობ რომ რაღაცა მხარე არსებობს ეს მხარე არის და ეგ არის იცი რა არის რაღაც თამაში გამარჯვებულის და დამარცხებულის როლების გაყოფა ჩემი აზრით ეს უკვე მოხდა ჩვენ ბოლო 1 წელია ეს ხდება 26 ოქტომბერს მოხდა ეს გეცახე მაგაში დიდი მანამდე ხო ეხლა წლების განმავლობაში არსებობდა ეს კურსის შეცვლა სად არის სტატუსი დაიწყო იქ ომი შენ რატო არ უჭერ უკრაინას ხარს ეს ყველაფერი მოხდა და ბოლოს აი ეს ბალანსი დავითვალეთ 26 ოქტომბერს მაგრამ ეს მარცხი აღმოჩნდა მიუღებელი და დაიწყო პროტესტების ახალი ტალღა რომელშიც ხელისუფლება შესაბამისად ჩაერთო იმიტომ რომ მან თქვა რომ მე არ დაგელოდები ეს არ იქნება 1917 წელი რა ლენინს რო აცალეს მესამე ჯერზე სანამ წარმატებული რევოლუცია არ მოაწყო არა ესე არ მოხდა იმიტომ რომ ჩვენ ამას უკვე მივხვდით ეხლა 4 ოქტომბრის მერე ეს რეალობაც აღარ არის იმიტომ რომ აქ უნდა დავინახოთ და წავიკითხოთ ის უკან რა ხდება კიდე ის მზა სცენარები რომლითაც ეს ხალხი ვერ ხვდება რომ ეს მოქმედებს ეს მუშაობს მე მაგალითად როცა ეს გუშინ ვლაპარაკობდით აქ გადაცემაში რაღაც მომენტში აი მარტივ მექანიზმს გაგახსენებ რაღაც მომენტში ჩვენ ეხლა საქართველოს უმრავლესობამ ხო იცის რომ ეს ხალხი არის პოლიტიკოსები არიან ციხეში გეგონება მართლა ნელსონ მანდელები იყვნენ ანუ ესენი არიან თვითდაპატიმრებული ხალხი უმარტივეს ზოგი მივიდა იდიოტური მიზეზებით პრობლემა არ იყო საერთოდ ხო ხდება ამ იდიოტურ მიზეზით ჩაჯდნენ ამიტომაც დუმილია ხო ეხლა რა უნდა თქვა კანონი აღარ არსებობს ქვეყანა არსებობს ვიღაცა გეუბნება რომ აი პარლამენტი არალეგიტიმურია მაგრამ აბა რანაირად არის ესე მტკიცებულება არ არსებობს ხო ეგ იყო პრობლემა ანუ 26 ოქტომბერის მიმართ დამოკიდებულებამ დაბადა მე ის 28 ნოემბერი შენ თუ მე არ მაღიარებ 28 ნოემბრამდე მე მიწევს და მაშინ რა უნდა ვაკეთო ხო მე გავაგრძელებ გზას და მე დავთვალოთ აბა რა იქნება ეს ციკლურობა შენ ჭუაზე არ დაირღვევა ხო ეს ერთი და მეორე ნიშნულოვანია რომ ეს სცენარი მაინც არსებობს უკან იმიტომ რაღაც მომენტში აი გაგახსენებ გაჩნდა ეგეთი მოსაზრება რომ იცი რა არის ამ ზიაზე რომ ძალიან დავკონცენტრირდით ეხლა ხვალ რო უცებ ეს ზია შეიწყალონ და დისკომფორტია ვიღაცებს გავუშვათ ასე და გამოუშვან შეიწყალონ რაღაც მე რა ვშვებით და უცებ გაჩნდა გეგმა B უცებ გაჩნდა რაღაცა პოეტი იმიტომ რომ იმას სახელი უნდა ქონდეს რაღაცა თუ ეცნობა და პროფაილისთვის ადვილი შესაქმნელი უნდა იყოს ვიდრე ვიღაც უცნობი ადამიანი ხო ხტები რომელსაც დემონსტრაციულად ზუსტად იგივე ჩაიდინა რომ მიეღო ზუსტად თათესა დალია როგორც ყოველთვის ანუ ხელოვნურად ხდება გამოძერწვა
აი დღეს ქონდა კიდე პარლამენტის თავმჯდომარეს ეს მომენტი რომ ეს არის გმირი რომელსაც ხელოვნურად ქმნიან მათ უნდა და ის ადამიანი რეალური ადამიანი თვითონ ხდება იმ მისგან შექმნილი საჯარო ხატის მძევალი ის ვალდებულია აი ამ კვარცხლბეკის სიმძიმე აი მეცაც გეტყვი მე ხა ვარაუდობ ერთ-ერთ ვარიანტს რომელსაც ალბათ გააკეთებენ ეს არის მომღერალი რომელიც რაღაც იდენტობას იწემს რას იზამს აი მომღერალი რომელიც რაღაც იდენტობას გააკეთებს იმიტომ რომ ამას აკეთებენ ბელორუსში და რუსეთში გააკეთეს და აქაც რაღაც ეგეც აუცილებლად რატომ მომაიზამის მომღერალი რატომ უნდა იყოს ეს რატო უნდა იყოს რომ ახლა რუსეთში გააკეთეს ერთმა ახალგაზრდა გოგომ რომელსაც სპეციალ დიდი სათვალები გააკეთა შეკრიბა ხალხი ის კუჩის მუსიკოსი ვერ გააკეთებს გეტყვი რატო შეხედე ადამიანები ჩვენთან ხვდებიან რომ განსხვავებით ის ანუ მზია ამაღლობელი გაუტავლეს ადამიანს რომელიც ბანალურად ზის და აგერ რაღაცა მოსაჯეს და კიდე ეგრე ადრე გამოვა ალბათ ეხა როგორც არის ჩვენი კანონმდებლობა ვიღაც დღეს დავსერჩე ის ვინ იყო ის ადამიანი რაღაც 2016 წელს პოლონური წარმოშობის ბელორუსი ჟურნალისტი გესმენდა შენ აქციეს რო აქ ხარ იქ სადაც ხელისუფლება იყენებს ამ უხეშ ძალას და მართლა არსებობს ეს წინააღმდეგობის ისტორია და არ ყოფილა იქ ეს დემოკრატიის და თავისუფლების მომენტი შენ აქ არ მუშაობს ეგ მეთოდი, იმიტომაც რომ ხელოვნურად არის გადმოტანილი, იმიტომ ეგ მსგავსება კარიკატურას. ის ნახე რაღაც ფორმით რო გამოდის დემონსტრანტების წინ ადამიანი. ეს ხდება საცილო, ერთი 10 ჯერ ნახე, ერთი 10 სპეციფიკაციებს ნახე რაღაცა. ქართველი ადამიანი როცა ხვდება რომ რაღაც არის ყალბი, ის აღარ მუშაობს. კი, აბსოლუტურად. არ მუშაობს, იმიტომ რომ არანაირი ცინამრიში თავისუფლების შეზღუდვა არ არის. აი დღეს ხო ბევრი წერს, ეხა აი მე გაჩვენებ შენ ციფრული აქტივიზმის კოუჩებს, რომელსაც წერენ, აი თურმე პირბადის ტარების გამო იჭერენ. ანუ სააკაშვილის ძის პიჯაკების გამო ციხეში, ბაჩო ახალაიაჯი და ვაშლის გათლის გამო, აი ამ ტყუილს რო აჭმევენ ადამიანებს ვინ შეჭამს და პირბადის ტარების გამო ხალხს იჭერენ. არა, ხალხს იჭერენ სახის დაფარვის გამო აქციებს. ხო და გურამ, მაგას უძებს. აი ამას რო შეცვი. ანუ ნახე, აი გავიგე რომ ძალიან თუ მიაწვევი გაყიდი. მან შეეშალათ, რომ ქართულმა ხალხმა ისწავლა მაგის ამოცნობა. ანუ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, რომელიც დღეს არის მათი მიმართ ნეგატიურად განწყობილი, ეს ისწავლა. მაგის ამოცნობა ისწავლა. უკვე ანუ ხო ხდები რა, რომ აი ანუ საქართველოს ჩვენ მივიღეთ თაობა, რომ უფროსი ასაკის ხალხმა ფეიქების გარჩევა ისწავლეს. შეიძლება აი ვიდეოებს ვერ არჩევენ, სადაც კატები ღერიან რომ ხო რომ მეც მიჭირს ხოლმე, მაგრამ ანუ ლური გაძარცვეს და გონიათ რომ ხაი კადრები არსებობს. მაგასო, მაგრამ ასაობ რა. მაგასო შეიძლება ის იმის გარჩევა ვერ ისწავლო, მაგრამ აი ფეიქი, ამათ შექმნილი ფეიქების უკვე გარჩევა ძალიან ბევრმა უფროსაკის ხალხმა, პატაცოცა ხალხმა ისწავლა, რომელსაც შეიძლება არ ქონდეთ ჩვენაირი ხო არ არის გარდა ამისა იმის იმიტომაც ხდება რომ არსებობს უკვე მართლა გახსნის სივრცე ანუ სააკაშვილის ცდილობდა იყოს სივრცე სრულიად დახურული ეხლა არის გახსნილი და ეს არის ხო გინდოდათ საბაზრო ეკონომიკა კაცო ხო უნდათ და ეხლა არის კონკურენცია აი ამ ტყუილებს რო მიიღებ რეაქცია შესაბამისად ხო ანუ ეს ინფორმაციის წყარო მონოპოლიზირებული აღარ არის რამდენიც არ უნდა ცადო სიტყვაზე დღეს რომ ეს ძალით ეს ნარატივი ვიღაცა შეკრება აი ასეთნაირად დაანახო რომ თუნდაც შენ პირბადით რომ ქუჩაში გაივლი დაგიჭერენ აი ამის გაყიდვას ვცდილობ მე არ ვცდილობ მე თავაზობ ხოლმე ხშირად მე მინდა იმას აი ვიღაც ადამიანები ჩამორჩნენ რა პროცესი იმიტომ რომ გონიათ რომ ეს მართლა აი ღმერთო ეს დაჭერები რა მძიმეა ასე შემდეგ და მე ბრალის გადმოტანა რომ აი ასე რატო იქ თქვენ ხო მეტი პასუხისგებლობა აქვს დღეს წავიკითხე ამირან გამყრელიძის პოსტი რომ აი ეს რა მძიმეა ხელისუფლებას უფრო ძლიერია უფრო ბძენი უნდა იყოს მეტი პასუხისგებლობა უნდა კონდეს და იქნება აი რაღაც მოლაპარაკები გაიმართოს დავჯდეთ მაგ და შევდივარ იმაში რა ქვია და უყურებ და ანუ კომენტარების ველი დახურულია მაგრამ მინდოდა მართლა მეკითხა რომ ანუ აი ვინ მოდი აი მოვიდეს და დავჯდეთ და დავიწყოთ ამ ლაპარაკი აი სად არის ეხლა ხო იმიტომ ის ჩამოვა ლიდერები არა კი შეიძლება არსებდეს ლიდერი და მე იქ ვიღაცა მივა და იმას მოусმეს რა აგერ 1000 ჯგუფი არა ღია ჯგუფი შექმნილი და ლაპარაკობენ ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდნენ ერთსულოვნად ვერაფერზე ქუჩის გადაკეთვა შეიძლება თუ არ შეიძლება როცა ხარ 4 ადამიანი ან სხვა რამე რა გიჯუ გინება შეიძლება თუ არ შეიძლება სახე ის ამას ერთმანეთს ჩაფურთხება ვერ ხდება რომ აქ უკვე მათი პრობლემა არის რომ უკვე თვითონ შეიყვანეს პროცესები ჩიხში ანუ ამ ურიდერობამ და გიჟეებზე არა მე არ გადატანამე არა იმიტომ რომ ნახე თვითონ შეიყვანეს ჩიხში ასწრებს თვითონ შეიყვანეს როცა იძახე ეს ნიშნავს რომ არსებობს რაღაცა პირთა წრე ანუ მე რაც ამას უყურებ დაუწმუნდი სხვა ეს მეც ეგრე მეგონა
თავის დროზე. მართლა, ესე უბრალოდ კი არ მეგონა, მეც ამოვდიოდი იმ სუვერენული არის დეცენტრალიზებული მართლობა, ამ დეცენტრალიზებმა მართლობამ შექმნა რაღაცა შიდა არაადეკვატური ელიტაც, რომელსაც უკვე თავისი ინტერესებიც აქვს. ანუ მე რაც გულისხმობთ, რომ მაგალითად ნენსი ბოლოდან და ვიღაცები რო არის, ხო? ისინი არსებობენ მანამ, სანამ ეს სიდებილე გრძელდება. ეს სიდებილე რომ მორჩეს, ისინი აღარ არსებობენ. შენ გავიგე, იძახი რომ ის დაინტერესებულია რომ გრძელდებოდეს, მას სხვა ფუნქცია არ აქვს, მაგრამ მე ის თქმა მინდა იცი რომ მეც ვეყრდნობოდი თეორიას რომ ეს ადამიანი კაც ხო დამოუკიდებელია ხო არავინ არ აშანტაჟებს ვიღაცა შეიძლება აშანტაჟებენ კიდევაც მაგრამ და ეს ხო არ არის ის ხო თვითონ ქმნის ამ აქტივისტს და პასუხისმგებელია ხო რაღაც და აქედან მოდის ეს პროტესტი მაგრამ აღმოჩნდა რომ ის დიდ სურათში ყველაფერი ამისკენ ვინც უბიძგებს სახაროვის პრემიები. კი, რა თქმა უნდა, არა, მაგას ხეთაში გაგზავნილი წერილებით, აი წერტილოვანი манипуляციები, რომელიც ეუბნებათ რომ მიდით. იმისთვის იქ პრობლემა არ არის ხალხი ერთმანეთში რას შეთანხმდება. თავარია რომ არსებობდეს კრიტიკული მასა უმრავლესობას ანიშნავს უმცირესობის, მაგრამ აქტიური, რომელიც იქნება აი ჩექმაში კენჭი, სულ პრობლემა. და ამით შენ გეუბნებია რომ იცი რა არის აი მე შენ სულ პრობლემა შეიქმნე არა აქვს მნიშვნელობა შენ აქეთ იქნები იქით იქნები შენ გექნება მუდმივად პრობლემა რა და მე გამაჩნია საკმარისი ინსტრუმენტები რომ ამათ ესე უბიძგო რა თქმა უნდა ეს თანათანობით მთავრდება იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ეს სქემები იშიფრება იმიტომ რომ დრო თვითონ შიფრავს ამას ის ყველა ბრალდება რაც იყო თავის დროზე გამოთქმული გახსოვს შეცხადებები რომ კი მაგრამ როგორ ჩვენ დასავლეთი მხოლოდ გეხმარებით თქვენთვის კარგი გვინდა და კარგი როგორ გინდა მე რეკითხები რომ ამ შემთხვევაში ესე მოიქეცი, აქ რო ესე მოიქეცი, აქ რო ესე იქცევი და რაღაც მომენტებში პასუხები აღარ არსებობს. აღარ არსებობს რატო უნდა წეროს, კონდეს კორესპონდენცია გეგონება ის ლეინი იყოს გადასახლებაში ზვიად ცეცხლაძესთან. ან ვიღაც აი ამ ტიპის სოლიდარობები აშენდა. უკვე აღარ ეტევა ეს აღარც დიპლომატიაში, აღარც კომუნიკაციაში და ატყობა გათვლა არის რომ რაღაც მომენტში აი ხელისუფლება ისე გაჩერდება და მოერიდება, მაგრამ უცებ აღმოჩნდა როცა უკან ლაპარაკი არის ამაზე რომ შენ სახელმწიფოს იცავ და ინარჩუნებ იქ ნუ არ გაჩერდები და არ მოერიდები არა და მე მაგას ვამბობ რომ ქართულმა ოცნებამ მართლა ისწავლა ფენომენალურად ეს ყველაფერი ეს პროცესები ანუ დემოკრატიით ისწავლა ანუ სისხლის გარეშე ისწავლა ეს ყველაფერი ხო მაგრამ ძალა ხნავს აღრმარს ანუ საბოლოო ჯამში ყველაფერს ჭირდება შენი ინტერესების დასვასაც ჭირდება ძალა კი ბატონო შენ მიგაჩნია რომ დღეს შეიძლება ხვალ და ზეგ რაღაცნაირად მაგალითად მიდის მუშაობა იმაზე რომ საქართველოს დაუწესოთ სანქციები ამას საარჩევნოდ ამას მოყვა დიდი პროტესტი რომ ანუ როგორ შეიძლება ხალხი გავყოთ ხელისუფლებისგან ხვალ შეიძლება იყოს რომ იცი რა ამ ხალხმა აირჩია ანუ ეს ილუზია რომ უმრავლესობამ არ აირჩია იმდენად დამაზიანებელია რომ ხვალ შეიძლება ამაზე უარი თქვან და აღიარონ რომ იცი ხალხმა აირჩია ეს ხელისუფლება ესე იგი ხალხს არ უნდა ევროპა და ხალხია დასაჯელი და მოდი გავაკეთოთ უვიზო მიმოსვლის გაუქმება დავაწესოთ სანქციები გავთიშოთ რაღაციდან და შიგნით გამოგიჩნდნენ აპოლოგეტები ვინც ამას მოიპოვებენ მე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა თუ მიზანია რომ ნება გატყდეს ხო მე ერთი რაღაცის თქმა მინდა რომელსაც არ მიყვარს განზოგადება რაღაც ერის კულტურულ თემებზე რომ გონია ყველა დაახლოებით ერთნაირად მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება ქართველებს. ჩვენ გვაქვს სამართლიანობის პარადიგმა. ანუ მე რას გულისხმობ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მართალი ხარ თუ არა. ამ შემთხვევაში ჩვენთან დასავლეთი მოსახლეობის უმრავლესობისთვის არ არის მართალი. და ანუ ხო ხდები, ახლა ჩვენ ხო ხედავთ, რომ რასაც ჩვენი ისინი გთხოვენ, იმაში არ არიან მართლები. არ არიან მართლები. მოსახლეობის უმრავლესობისთვის არ არის მართალი. თუ ჩვენ დასავლეთი გვიწესებს სანქციებს, ჩვენ თვლით, რომ დასავლეთი არ არის მართალი და არ გვექცევა სამართლებრივად. კი შეიძლება ჩემი აზრით არა იცი, რა თქმა უნდა, ეს იქნება საშინელება თუ ამას გააკეთებენ. მაგრამ ეს მათთვის კარგად არ იმოქმედებს მათზე კარგად. ანუ ქართველები არ გამოვლენ და არ იტყვიან რომ აი ევროპა რა მაგარი ყოფილა და აი კიდევ უფრო მეტად მინდა ევროპა. პირიქით არის. გაიზრდება ევროსკეპტიკოსების და ევრომოძულეების რიცხვი. ხო ისეა ჩვენ გვაქვს გამოცდილება ოკუპაციის ქვეშ ცხოვრების. ჩვენ ეგრე ცხოვრობდით მაშინაც ვიცოდით რომ არ იყო ეს რა ქვია თავსმოხვეული იყო ის საბჭოთა მმართველობა მაგრამ გიწევდა ის ცხოვრება სხვა რა უნდა გიქნა არა მე რა ვიცი ნახე ხა ჩვენს სივრცეს ამ პოსტსაბჭოთა სივრცესაც რო შევხედოთ სანქციები იმუშავა სადმე ანუ მე ბატონო ხო მაგრამ არსებობს ჯგუფი რომელსაც აქვს რწმენა რომ იმუშავებს აი დღეს კიდევ დააწესეს კი არა დაუსვამზე სანქციები მაგალითად
ხო და მუშა, ანუ მაგაში, ანუ მეტყვი. ანუ იმედი ხო არსებობს, რომ ნახე, როცა სანქცია შენ რას გეთახმე, აი უცებ გეტყვი დრო გითავდება. შენ უფრო აი სანქციების დაწესებას რა აზრი აქვს არ მუშაობს, მაგრამ მეორე მხარეს რაც იცი, ეს იმიტომ არ მუშაობს, რომ ჩვენ საკმარის სანქციას არ ვაწევს. აი მე რას ვამბობ? აი უკრაინა იმიტომ just იგებს, მაგრამ თუ რაღაც ვერ იგებს, იმიტომ ვერ იგებს, რომ საკმარის იარაღს არ აქვს. აი ბოლოს გეტყვი რა. აი ატომური ბომბა. შეხედე ძალიან მე ძალიან არ მყავს გიორგი კახარი, აი ძალიან აი პოლიტიკოდ თუ იმეს იმართ ნეგატივი მაქვს არის ესეთი. იმიტომ რომ გიორგი კახარი არის კლასიკური სახე ქართველი ლიბერალი. ანუ რას გულისხმობ, რომ გიორგი კახარიას შეეშინდა იმ ნიკამელიას დაჭირა და ტიპ წავიდა პრემიერობიდან. ქართულ ოცნებაში და ქართულ საზოგადოებაში გიორგი კახარიები არიან უმცირესობა. ანუ ხალხი, რომელსაც ანუ რაღაცა ატროფირებული წარმოდგენა აქვს დასავლეთის ძლიერებას. მე ვამბობ რა, რომ მაგალითად რაც უფრო მეტ ადამიანს დაუწესებს დასავლეთი პირად სანქციებს, მით უფრო მეტ ანტიდასავლეთს შექმნის. ხო, მაგრამ შეიძლება აღარ იყოს კაცო ეს პირადი. ხვალდაზე კი ეს გაჩნდება, უკვე ქვეყანა დაიჯება. იტყვიან, რომ აი ეს ქვეყანა ირჩევს ამას ესე. ქვეყანას უნდა ესე და ამიტომ მოდი ქვეყანაც უნდა დაისაჯოს მოსახლეობა. ჩემი აზრით ეგ არის მოქმედებს. ეგეც არის მოქმედებს. კარგით. მოკლედ ჩვენი დრო ამოიწურა, ძალიან სწრაფად გაიარეთ ამ 50 წუთმა და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ამ თემაზეც რა ვლაპარაკო პირველ რიგში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არ არის ან ჩვენი ქვეყანა, ან იმათი ქვეყანა, როგორც ისინი იძახენ, ეს ჩვენი ყველას საერთო ქვეყანა. ისინიც ქართველები არიან. ერთადერთი მე რაციონალურად რასაც მეშენს, აი ადამიანს ხედავ რომ კედელს სურტყავს, ეს არის CGUT და CGUT არის ქართველების თვისება. ისინიც ქართველები არიან და ზოგი ამიტომ იქცევა რომ მას არ უნდა რომ აღიაროს და ნუ შეიძლება რაღაც თავის ფანტაზიაში, ანუ შეცდომარი გაიგირო. ისინი არ არიან გიორგი ანწუხელიძეები და აქ არ მიმდინარეობს არანაირი რუსული ოკუპაცია. ეს არ უნდა აურიონ ერთმანეთში. და ფსიქიკური მოწყვლადობა ამას ნიშნავს, რომ იჯერებ, რომ დღეს შენ ხარ იმ მდგომარეობაში, რაც სინამდვილეში არ ხარ. აი ეს არის შიზოფრენიული ნიშნები და შემდეგ უკვე იქცევი, როგორც ქართველი, რომ აი ბოლომდე, ბოლო არ არსებობს. ბოლო თუ არსებობს, ბოლო დადგა უკვე და ეს იყო 4 ოქტომბერი. და შესაბამისად, თანდათანობით ეს ყველა ნიშანი ჩანს. აუცილებელია თუ იმეს ქვეყანაზე გულის შეტკივა, ეს უნდა ჩადგეს ნორმალურ კალაპოტში, იმ მეთოდებით. მხოლოდ ორი გზა არსებობს. ამ ხალხმა უნდა გაიგოს, რომ შუა არ არსებობს რაღაცა ინფანტილური პროტესტი. ან არსებობს არჩევნების გზა და ნორმალური პოლიტიკური პროცესი, ან არსებობს რევოლუცია და დამხობა, სადაც ან ერთი მხარე იმარჯვებს, ან მეორე. ეს უკვე ვნახეთ და დამთავრდა. ერთადერთი რაც რჩება, თუ იმეს ოდნავ შერჩა ნატამალი რაღაც ჯანმრთელობის დაუბრუნდეს უნდა ნორმალურ გზას. შუა ვერ იარსებებს ამ შემთხვევაში ნამდვილად. მადლობა ნიკოს სტუმრობისთვის. ჩვენი გადაცემა დასრულებულია. ეთერში დავბრუნდებით ორშაბათს.